რაც შეეხება დაწინაურებას თუ დაქვეითებას, ამას საქმე ძალიან მალე გვაჩვენებს. ანუ რა უქნეს მამუკა მდინარაძეს, ეს ქართულ ოცნებაშიც კი ყველასთვის გასაგები არ არის. არადასწორედ ამ ხალხმა, ვინც თავს დეპუტატად წარმოადგენს, მომდევნო კვირაში მდინარაძისთვის ახალი თანამდებობა უნდა შექმნას. საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. ამ სახელიდან ბევრი ვერაფერი გავიგეთ, რაც ნიშნავს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია და მთავარი, რატომაა საჭირო ამისთვის ცალკე სამინისტროს შექმნა და დამატებითი ხარჯის გაწევა. ასეთ სტრუქტურას საქართველოს ისტორიაში არასდროს უარსებია, ანუ საქმე ქართული ოცნების გამოგონებასთან გვაქვს, ოცნებაში კი კონკრეტული არგუმენტების გარეშე, მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ ასე გლობალურ გამოწვევებს პასუხობენ. საქართველოს რასაკვირველია ამ გამოწვევების წინაშე ნაკლები რესურსებით არის წარმოდგენილი, მაგრამ ეს უნდა იქნეს დაკომპენსირებული კარგი ორგანიზაციული რესურსით. გიავოლსკიმ დღეს ისიც თქვა, რომ საკადრო ცვლილება საბოლოო სახით 2 დღის წინ ჩამოაყალიბეს, არადასწორედ 2 დღის წინ, ვიდრე რამდენიმე საათში სუსის უფროსობიდან მოხსნაზე ბრიფინგს ჩაატარებდა, ირაკლი კობახიძემ მდინარაძეს კიდევ ერთი წოდება მიანიჭა, ის გენერალ-მაიორი გახდა, რაც წესით სწორედ სუსის უფროსად მისი რეპუტაციის გაძლიერებას უნდა დახმარებოდა. ამიტომ ეჭვია, რომ საკადრო ცვლილების შესახებ კობახიძემაც კი არ იცოდა და მას გამზადებული გადაწყვეტილება მხოლოდ გასახმოვანებლად გადასცეს. ესე ჩანს ამ ანალიზით და თვალთახედვით, რომ შემდეგი გადაწყვეტილება მომწიფებულია უკვე თავად კობახიძის შეცვლის. ეკაბესელია ვარაუდობს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია, ანუ გზას, რომელიც ოცნების არაერთმა ყოფილმა წარმომადგენელმა საკუთარი ნებით თუ ივანიშვილის გადაწყვეტილებით გაიარა, მალე ირაკლი კობახიძეც დაადგება. მდინარაძე სწორედ კობახიძის ბანაკის წევრად ფასდებოდა, სუსიდან მისი მოხსნა კი კობახიძის გავლენის შემცირებას ნიშნავს. უკვე სხვა პროცესი ძალიან რთულად წარმოსადგენია ივანიშვილისთვის, რომელსაც აუცილებლად ჭირდება რაღაც ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ დისტანცირება მოახდინოს იმ ნეგატიური მოვლენებისგან, რასაც არის დაკავშირებული კობახიძის პრემიერობა. ის ამას შეეცდება, ყოველ შემთხვევაში ეს ლოგიკა აქეთკენ მიდის. და ეს გადაწყვეტილება როგორც ჩანს უკვე მიღებულიც არის, უბრალოდ შეიძლება ეს გამოცხადების ეტაპია ცოტა გადაწეულით, მაგრამ ეს გარდაუვალი ამბავია. რატომ უნდა ცდილობდეს ოლიგარქი ზურგს უკან ხედის შეცვლას, ანუ რას ერჩის კობახიძეს და მასთან ერთად მდინარაძეს, რომელმაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციიდან ივანიშვილს ყველაზე მძიმე დავალებები შეუსრულა. სწორედ მდინარაძე იყო ის, ვისი გამოძიების საფუძველზეც ჯერ მისი წინამორბედი ლილუაშვილი დააკავეს, შემდეგ კი ციხეში ყოფილი პრემიერის გაუშვეს. პარტიაში ამბობენ, რომ მუდმივი არაფერია. გადანაცვლება არ არის ის, რომ რაიმე პრობლემა არსებობს, ან რაიმე პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ. კიდევ ერთხელ მივხვდი, შეიძლება იყოს კონკრეტულ თანამდებობაზე, ხვალ შეიძლება მეორე თანამდებობა, მთავარია სადაც და როგორც არ უნდა იყოს, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას. თავად ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სახელმწიფო მინისტრის პოზიცია მდინარაძეს პოლიტიკაში დააბრუნებს, ანუ ის მედიასთან ხშირად გამოჩნდება და პარტიის სახელით ბევრს ილაპარაკებს, თუმცა წინამორბედების გამოცდილება მდინარაძეს დამაიმედებელს არაფერს უჩვენებს, რადგან ზუსტად ასე ქართული ოცნება მთავრობაში გადაყვანას სუსის უფროსობის შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილსაც უპირებდა. ოხანაშვილი კი გადაიყვანა კიდეც, თუმცა ამით პოლიტიკური სივრციდან საერთოდ გააქრო. აქვს კონკრეტულად ახლა მამუკა მდინარაძეს უფრო მეტი ძალაუფლება ექნება თუ არა, იმიტომ რომ ის არის როგორც ყველა სხვა დანარჩენი ბიძინა ივანიშვილის მარიონეტი. ყველა მნიშვნელოვან ფუნდამენტურ გადაწყვეტილებას იქ იღებს ბიძინა ივანიშვილი. ოცნების საკადრო ცვლილებებს სხვა ფიგურანტებიც ხავს. მდინარაძე გელაგელაძემ ჩაანაცვლა, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გელაძის პოსტი სულხან თამაზაშვილს ჩააბარეს. თამაზაშვილი სანქცირებულია. დიდმა ბრიტანეთმა ის აქციების ძალადობრივად დარბევაზე ერთ-ერთ პასუხისმგებლად მიიჩნია მაშინ, როცა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო. ახლა კი თამაზაშვილი უწყებას პირველი პირის სტატუსით ჩაიბარებს. არადა ოცნება თითქოს სანქცირებული ძალოვანების გადამალვით იყო დაკავებული. რა შეიცვალა ახლა ოპოზიცია ოცნებაში კრიზისზე საუბრობს. ახალი კადრების მოძიება არის რთული, ივანიშვილის ხელისუფლებას აღარავინ აღარ ენდობა, იმიტომ რომ პოტენციურად ბომბი არის ნებისმიერი ქართველისთვის, ქართულ ოცნებაში გაწევრიანება ან მათ სპიკერად გახდომა, ვინაიდან ნებისმიერს ესმის, რომ ქართული ოცნების თავზე დამოკლეს მახვილი კიდია და ნებისმიერ დროს სანქციები შეიძლება დაედოს არა მარტო ივანიშვილს, არამედ მთელ პარტიას და პარტიის სტრუქტურებს. ბიძინა ივანიშვილმა ის გადაათამაშა, რომ ნებისმიერ დიქტატორს ისეც როგორც თვითონ ბიძინა ივანიშვილია აქვს
მისწრაფება, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში. ამ მიზნისთვის როგორ გადაადგილოს თავის, ასე ვთქვათ, სამზარეულოში ავეჯი, მან რა თქმა უნდა კარგად იცის ბოლო ამ წლების განმავლობაში მან ეს დაადასტურა ხან აბალანსებს, ხან ერთი კაცის ხელში მოახდენს ძალაუფლება. შეიძლება პრემიერიც გამოცვალოს, ის წავიდეს. ვინ ჩაანაცვლებს თამაზაშვილს აჭარაში მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე? კობახიძეს ეს არ უთქვამს. მისი საზრუნავი ახლა მდინარაძისთვის ახალი თანამდებობის შექმნა. შემდეგ კი თუნდაც მისი ბედი დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, პარტიის მხარდამჭერები მშვიდად არიან, რადგან როგორც ირკვევა, ღირსეულ კადრებზე პრეტენზია მათ საერთოდ არც აქვთ. სულ კაცო სად იკრებს ამდენ უგვან ხალხს თქო ან რატომ იყავს იქ რატო და შევატყვე რომ მართვის რა სტილი აქვს რომ ამდენი კეთილი და გადასარევი ადამიანი ვერ ნახა და ვერც ნახავ. ამიტომ ისწავლა როგორ გამოიყენოს ადამიანების სწორი საქმისთვის თავისი უარყოფითი თვისებებით. შეხედე სიხარბე, სიამაყე, ამბიცია, ასე ისე